დიდება იესოს. ჩვენ ვაგრძელებთ ფილიპელთა მიმართ წერილს ძვირფასებო. ფილიპელთა მეოთხე თავის 15 და 16, 15-დან 16 ჩათვლის და მე-18 მუხლი. თქვენ იცით ფილიპელნო პავლე მოციქული წერს, რომ ხარების დასაწყისში, ანუ მაშინ, როდესაც სახარების ქადაგება დავიწყე, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება გაცემაში, ანუ ფინანსურად არავინ არ დამეხმარა. როდესაც პავლე მოციქული მოგზაურობდა და ქადაგებდა ძვირფასებო, მოგზაურობას ფული სჭირდებოდა, მას თავისი თავი უნდა შეენახა, ბევრი რაღაც საჭიროება ჰქონდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ პავლე მოციქულმა დააარსა ეკლესიები, მაგრამ არც ერთმა ეკლესიამ არ დაუჭირა მხარი. იფიქრა, რომ ეს სახარებას ქადაგებს, ეს მისი თავის ტკივილია, ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მაგრამ პავლე მოციქული ყველგან ასწავლიდა, რომ ასე არ არის, რომ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და მსახურს დიდი თავი აქვს და იცით გამოთქმა ესეთი, რომ თქვენ იცით ამის შესახებ, რომ ყავსო ახალა მოუკვდაო და ბუს მიუგდო, შენ დიდი თავი გაქვს, შენ იტირეო, ხო? ასე არ არის. ამიტომ პავლე მოციქულმა მიუხედავად იმისა, რომ ასწავლიდა, მაგალითი იყო და ეხა პავლეზე მეტი მაგალითი ვინ შეიძლება ყოფილიყო, მაინც არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა. თქვენს გარდა თესალონიკეშიც კი გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა 1-2 ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ვისათვის მოსაწონი. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ რაც თქვენ გამომიგზავნეთ ყველაფერი, ეს არის კეთილსურნელება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სუნამოები გაუგზავნეს. არამედ ღმერთისათვის არის სასიამოვნო ეს რაღაცა. იცით, ძვირფასებო, ღმერთის სული არის. ეხა ხატებზე რო არის, ეხა ბაბუა როა დახატული და რაღაცა ღმერთს ჩვენ ღმერთს მამას ვერ შევხედავთ, ჩვენ ნახავთ იესო ქრისტეს და იესო ქრისტეში იქნება მთელი მამის სისრულე, ხო? იმიტომ რომ დაწერილია, რომ ღმერთის ხილვა არავის შეუძლია და თუ ღმერთს ნახავ მოკვდებიო. ანუ ჩვენ როდესაც ზეცაში ვწავალთ, ვნახავთ იესო ქრისტეს და მაშინ ღმერთის მამის მთელ დიდებას, მაგრამ ეხლა იესო არის სულში და მას აქვს განდიდებული სხეული. ჩვენ როდესაც წავალთ ზეცაში, განდიდებული სხეული ჯერ არ გვექნება, მაგრამ მეორედ მოსვლის შემდეგ მივიღებთ განდიდებულ სხეულებს, მაგრამ ეს განდიდებული სხეული არ იქნება ისეთი, ხა რაღაც წვერები და ესე იგი თმები მელოდი ხარ, ან დიდი თმები გაქვს, ან რაღაც ასე არ იქნება. ეს იქნება რაღაც სხეული ისეთი, რომელიც არ იქნება ამის მსგავსი, უხრწნელი სხეული იქნება. ამიტომ, როდესაც ღმერთზე ვსაუბრობ, ჩვენ ახლა ადამიანებს წარმოვდგენიათ, რადგან ეს მართლმადიდებლურ სამყაროში ვარ, ჩვენ რომ აი ხატებზე როგორც არის, ახლა ზეცაში წავალთ და ვნახავთ ღმერთი ზის, რაღაცა ესეთი წვერებში, მოხუცი, აქეთ მარჯვნივ იესო უზის ცოტა ახალგაზრდა, ან უზის მარიამი და იესოა ჩვილი, ხო? ასე არ არის. ეს არის ის წარმოდგენები, არასწორი წარმოდგენები, რომლებსაც რელიგია უქმნის ადამიანებს. მე საერთოდ ფილმებს არ უყურებ, სადაც იესო არის, ან პავლე მოციქული, ან მოსი არის, ხო? რატო არ უყურებ, იცით, ეხლა ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს, მაგრამ როდესაც გამოვიდა პავლე მოციქულზე ფილმი, არის ესეთი ფილმი პავლე მოციქულზე, სპეციალურად არ უყურე. იცით, რატო არ უყურე? მე ღმერთის სიტყვიდან პავლეს ჩემებული წარმოდგენა მაქვს, გესმის? ჩემებული აღქმა მაქვს პავლე მოციქულის და
ეხლა იმ ფილმს რო უყურებ, იქ მე ეხლა პავლე მგონია რომ დიდი თმები და იქ ვიღაცა მელოდიკაცი არის. მე ჩემი გაგებით ეხლა პავლე მოციქული რასაც ლაპარაკობს თავის სიტყვაში, ხო? თავისებური აღქმა მაქვს მისი პიროვნების, მაგრამ იქ რეჟისორმა სხვანაირ ცოტა მიუმატა, ცოტა მოუმატა და თავისებურად წარმოაჩინა, გესმის? ამიტომ მე არ მინდა რომ ჩემი შეხედულება სიტყვიდან დამენგრეს რეჟისორის შეხედულებით. იმიტომ რომ ფილმი მაინც რეჟისორი თვითონ თავისებურად წარმოაჩენს ხოლმე. მე როდესაც უყურე ფილმს იესოს ვნებები, ხო? ძალიან არ მომეწონა. ბევრი აღფრთოვანებულია. მე არ მომეწონა, იმიტომ რომ ჩემს გაგებაში იესო ჩემს სიტყვიდან არის სხვანაირი. და იქ არის იცით მისი ჯვარცმა მე სხვაგვარად წარმომიდგენია. იქ რაზეც არის ხაზი გასმული, მე იმაზე არ უსვამ ჩემს წარმოდგენაში ხაზს. ამიტომ ეხარ ისი თქმა მინდა, რატო ვთქვი ეს ყველაფერი. აი მაგალითად მოსეზე გამოვიდა ფილმი და სპეციალურად წავედი კინოში. რომ ტელევიზორში არ მეყურებია, კინოში წავედი. 15 წუთში გამოვედი დარბაზიდან. აღარ უყურე, არ მომეწონა. ეს მოსი არ არის, რომელიც ჩემაქმაშია. რატომ? მე სიტყვა ვიცი, სიტყვიდან მაქვს აღქმები და არა ფილმიდან. სანავიცით მნიშვნელოვანია შენ სიტყვიდან კონდეს გახსნები და აღქმები და არა კაცისგან, ხატისგან. ეხა Facebook-ზე ამოდის რაღაცა სკოლა არის და ხატავს ყველა ბავშვებს ასწავლიან ხატების დახატვას. და ესე იგი მე გამახსენდა ერთი ესეთი ამბავი რომ მან მოყოლილი მაქვს მასწავლებელსმა დაავალა ბავშვებს სკოლაში ხატვის გაკვეთილია და უთხრა რომ დახატეთ ღმერთიო და ეს არა ბოდიში დახატეთ რაღაცაო რა ბავშვებს დაავალა და ნუ ზოგმა ყვავილი დახატა ზოგმა კურდღელი ზოგი იმას და ეხა მასწავლებელი დადის რიგებში და ხედავს ეხა ვინ რას ხატავს და ერთი ბავშვი რაღაცას ხატავს და ბავშვს მასწავლებელმა უთხრა რას ხატაო მე ღმერთს ვხატაო და მასწავლებელმა უთხრა რომ ღმერთი როგორია არავინ რო არ იცისო აი დავხატავ და ყველა გაიგებს როგორია ღმერთიო ანუ ის დახატავდა ღმერთს და ეტყოდა რომ აი ღმერთი და ჩამოკიდეთ კედელზე ხო ეს არის რელიგია უქმნის ადამიანებს თავის წარმოდგენებს რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის სწორი მე მაგალითად არ მომწონს როდესაც მამა ღმერთი დახატულია რაღაც წვერებიანი მოხუცი რომელსაც არაფერი გაეგება და მობილურიც არ იცის და არაფერი არ იცის ვერაფერს ვერ ხვდება კომპიუტერი რომ მიუტანო თხა და გიგოსავით იქნება არა, ჩემს წარმოდგენაში ღმერთი არის უმაღლესი ტექნოლოგიების მქონე, ახალგაზრდა. გესმით, ახალგაზრდა არის. სიცოცხლით სავსე არის. ამიტომ არის რელიგია საშიში, ძალიან საშიშია რელიგია. იმიტომ რომ შენ გიქმნის ისეთ წარმოდგენებს, რომელიც გებეჭდება შენ. ეხლა რატო ვლაპარაკობ ამ ყველაფერს? ნახეთ, პავლე მოციქული არის, რომ კეთილსურნელება არისო. ის არ ამბობს, რომ ფული რო გავამიგზავნე თქვენ, რა კარგად იყო დაბაჭკული, რა ესე იგი, როგორ ამდენი რამე გავაკეთე. არა. ამ ყველაფერს ამ ნობაც უყურებს, როგორც ღმერთისადმი კეთილსურნელება. ღმერთს ხვირი არ აქვს, უი რა კარგია, ეს ორი ფლეიმის ჯობია ვიდრე იმისი. არა. ღმერთი შედარებებია, ეპითეტები არის. კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლია, ღვთისათვის მოსაწონი არის. ეს არის ყველაფერი სულის თვისებები, ძვირფასებო. ამიტომ ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ხო, ყოველთვის უნდა გქონდეს ჩვენ თავში, რომ ეს იყოს ღმერთისათვის კეთილსურნელება. რაღაცა სადღაც რომ მიდიხარ და
სასიამოვნო გარემოა, სასიამოვნო სურნელია ზოგჯერ ხო ისე საცხობია და ჩაული და მოგშირდება, ხო არის ესეთ. მაგრამ ზოგ სამზარეულოში შეხვალ და არაფერი შეჭმა არ მოგინდება. ამიტომ ღმერთის სუფევაში შედის შენი მოქმედება, ეს სურნელი მიდის უფალთან შენი საქმიანობის და შენი მოქმედების.